44 რეალური აქცენტები ია დანელიასთან ერთად. მოგესალმებით, რეალური აქცენტები ია დანელიასთან ერთად ეთერშია 3:10 წუთზე. ჩვენი დღევანდელი სტუმარი უკვე ტრადიციული გახლავთ ბატონი დავით გალეგაშვილი, ეკონომიკის დოქტორი და მივხვდით ალბათ, რომ დღეს ეკონომიკაზე არ გვექნება საუბარი გვექნება თქვენი სულისთვის ძალიან ამაღლებულ თემაზე, შოთა რუსთაველზე და ბატონო და თუ თქვენც ვიცი რომ გაგეხარდებათ სრულიად უცნობი ადამიანები, ჩვენი მარადიული მაყურებლები დამამეგობრა მე შოთა რუსთაველმა, აი წინა კვირას ქალბატონი ქეთიველთაური სწორედ აი თქვენი გადაცემების წყალობით დავიმეგობრე, დამიკაკუნა კარზე მოვიდა მაჩუკ არაჩვეულებრივი წიგნები და ძალიან გთხოვა რომ იქნებ თქვენი აი ეს წიგნი პირველი ტომი და ველოდებით კიდე მეორეს და მესამეს იქნებ რამენაირად ჩვენმა მკითხველმა ჩაიგდოს ხელში. მოკლედ ამისთვის ვაკეთებთ მკითხველთა კლუბს, ვაგროვებთ ფულს, იქნებ რამენაირად მოკლედ წიგნი ისევ ჩავიგდოთ ხელში, ჩავიგდოთ ჩვენ კი არა კაცო დაინტერესებულმა მკითხველებმა და იქნებ წიგნი გაიყიდოს. მოკლედ დიდი მადლობა თქვენ ამისთვის, დიდი მადლობა იმისთვის, რომ შოთა რუსთაველი გაგვიცოცხლეთ, დაგვიბრუნეთ და მთელი აი ის უამრავ ხელთუხნელი ნაწარმოები, რომელიც სხვადასხვა გამოცემებში, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა წლებში ჩვენი ძალიან დიდი მეცნიერების აი ეს თავი მოუყარეთ ერთად და გამოეცით და კიდევ გამოსცემთ და შოთა რუსთაველზე თუ კი ვინმეს რამე კითხვა აქვს, მოკლედ და ძალიან დიდია ინტერესი მწერენ პირადში, მწერენ მასწავლებლები, მწერენ ლექტორები. მოკლედ ინტერესი არის დიდი. ეხლა ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვას კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვიდრე გადავალთ ჩვენ დღევანდელი გადაცემის ძალიან საინტერესო თემაზე. იყო თუ არა ცოტნე დადიანის ახლო ნათესავი შოთა რუსთაველი და როგორი იყო მათ შორის ნათესაობა? აი ვიდრე აქამდე მივალთ, ერთი ძალიან ხშირად დასმული კითხვა მინდა გკითხოთ, როგორ მოხდა ისე, რომ მესხი მელექსე, რომელიც არის რუსთველი, დაიბადა არა მესხეთში, არამედ რუსთავში, დაიბადა თუ არა რუსთავში და სად მოიაზრება ეს რუსთავი? გამარჯობა. ქალბატონოია, სასიხარულოა ნამდვილად, როდესაც ინტერესი კვირიდან კვირამდე იზრდება ამ ჩვენი გადაცემის მიმართ. რაც შეეხება შოთა რუსთაველის დაბადების ადგილს. ჩვენ წინა სამ გადაცემაში მოუყევით მსმენელს და მაყურებელს ძირითადი ხაზი, რომელიც ეკუთვნის პავლე ინგოროყვას, მაგრამ მასთან ერთად კიდევ რამოდენიმე გამონჩელი ქართველი მეცნიერის მოსაზრება ვაცნობეთ შოთა რუსთაველის ბიოგრაფიასთან დაკავშირებით. მე შემიძლია ჩემი აზრი გამოვხატო ამ შემთხვევაში და გითხრათ, რომ შოთა რუსთაველი არ დაბადებულა არც მესხეთის რუსთავში და არც დღევანდელ ქალაქ რუსთავში, რომელიც არის თბილისთან. ქართლის რუსთავში, კი ბატონო. მაგრამ მე შემიძლია შემდეგი რამ მოვახსენო იმ ადამიანებს, ვინც ეს კითხვა დასვა. შოთა რუსთაველის ბიოგრაფია, რაც მოვყევით, ასე გამოიყურება და ეს ძალიან მოკლედ შეიძლება გამოითქვას, რომ შოთა რუსთაველის პაპის კიდევ წინაპრები, აი 300 წლით ადრე, ტაო-კლარჯეთიდან, ბაგრატიონთა გვარის ორი წარმომადგენელი, გადავიდა ჯერ ხორნაბუდში, შემდეგ კიდევ 150 წლის შემდეგ გადავიდნენ ისინი გიშში, რომელიც დღეს აზერბაიჯანის სახელმწიფოს ტერიტორიაზეა და გიში იყო საერისთავოს ცენტრი. აი ხორნაბუჯი და გიში შეიძლება უკვე მოვიაზროთ, როგორც შოთა რუსთაველის ახლო წინაპრების საცხოვრებელი ადგილი. ეს ახლო წინაპრები გულისხმობა 200-300 წელიწადზეა ლაპარაკი. მაგრამ ვინაიდან ის ხალხი ტაო-კლარჯეთიდან ვინც გადავიდა 103 იგივე ასათი და ვარზავარდი ვინც გამოეყო ტაო-კლარჯელ ბაგრატიონებს და გადავიდნენ ჰერეთისკენ, აი ისინი იყვნენ ბაგრატიონები, რომელთა გვარსაც მიეკუთვნება შოთა რუსთაველი. შოთა რუსთაველის ბაგრატიონობა ნიშნავს, რომ ის წარმოშობით მესხია. მისი გენეტიკა მესხურია და თუ ახლა ჩვენ ბაგრატიონთა საგვარეულოსაც გავიგებთ, რომ ამას ეკუთვნის ჩვენ თუ გადმოცემების თანახმად აი ბიზანტიის იმპერატორი რომ იყო კონსტანტინე პორფიროგენეტი მის დოკუმენტებში ესასახული როგორ ყვებოდნენ ქართველები რომ დავით მეფსალმუნიდან მოდის ბაგრატიონთა საგვარეულო და თუ ამასაც შევეხებით თვითონ ბაგრატიონთა გვარს უზარმაზარი ისტორიული მნიშვნელობა გააჩნია არა მარტო როგორც ყველა გვარს არამედ როგორც ბიბლიურ გვარს შეიძლება ითქვას ეს რა თქმა უნდა არ არის დოკუმენტირებული რომ ისინი მაინც არიან დავით მეფსალმუნის შთამომავლები მაგრამ ეს გადმოცემები რომელიც იყო მაინც ყურადსაღებია შესაბამისად აი ეს რა ეკლესიაში არ იწვევს ეს რაღაცა დიდ უნებათახელობას იმიტომ რომ დამტკიცებით არის ნათქვამი რომ დავით მეფსალმუნის სახლიდან წარმოიშვა იესო ქრისტე და წარმოიშვა აგრეთვე ბაგრატიონები
რეგიონები. ანუ რომ მირონცხებულები არიან, ამაზე ლაპარაკიც არ არის. ხო, ჩვენ ახლა ამას დოკუმენტებით არ ვადასტურებთ, მაგრამ ჩვენ გვჯერა რომ ამაზეა საუბარი. შესაბამისად, თუნდაც 300 წლით ადრე გადმოსული ბაგრატიონები, რომლებიც არიან გენეტიკური წინაპრები, ხომ, შოთა რუსთაველისა, ჩვენ გვაძლევს უფლებას იმის თქმისას, რომ შოთა რუსთაველი მესხია, იმიტომ რომ ბაგრატიონები მესხები არიან. ამიტომ, როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ ასპინძის რაიონის სოფელ რუსთავზე, ჩვენ შეგვიძლია სწორედ რუსთავს დაუკავშიროთ შოთას გენეტიკაც, იმიტომ რომ ხა ტავკლარჯეთი საქართველოს ტერიტორიაზე აღარ არის. ეს რუსთავი, რომელიც მესხეთშია, ყველაზე ცენტრალური ადგილია საქართველოს მიერ შენარჩუნებული ამ სამცხე-ჯავახეთისა და მესხეთის ტერიტორიისა. ამიტომ რატომაც არ უნდა ვიზეიმოთ ჩვენ როგორც მესხი ბაგრატიონის შოთა რუსთაველისა, სწორედ რუსთავში, რომლის რუსთველობას და სახელით შეესაბამება ამ სოფლის სახელწოდებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შოთა დაიბადა ასპინძის რაიონის სოფელ რუსთავში. ახლა ვილაპარაკოთ თბილისის რუსთავზე. რატომაც მას ეწოდა რუსთველი. ჩვენ თქვით რომ იქ 1191 წელს არეულობა მოხდა, შემდეგ შოთა რუსთაველის პაპამ და მამამ ხარი დაუჭირეს თამარ მეფეს და დავით სოსლანს და მოკლედ მათ დაამხეს თბილისის ამირა და რუსთავის საერისთავოს მფლობელი. ამიტომ შეიერთეს მას რუსთავის საერისთავო ჰერეთთან, გაერთიანდა რუსთავის და ჰერეთის საერისთავოები. სწორედ ახალგაზრდა შოთა ამ მომენტში ხდება რუსთავის მფლობელი 1194-15 წლებში დაახლოებით. ოდესაც ის არის უკვე 27-28 წლისა და ამიტომ ეწოდა მას რუსთველი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის დაიბადა თუნდაც თბილისის რუსთავთან. ის არ დავადებულა არც ასპინძის რუსთავთან, არც თბილისთან ახლოს მდებარე რუსთავთან. ამიტომ რუსთავსაც შეუძლია ზეიმი, რომ რუსთველობა მისი მშობლიურია, მაგრამ არა იმიტომ, რომ ის აქ გაჩნდა და გაიზარდა, არამედ იმიტომ, რომ მას სახელი რუსთველობა სწორედ ამ ქალაქის გამო ეწოდა. მისი ზედწოდება სწორედ აქედან მომდინარეობს და რატომაც არ უნდა იყო ამაყი იმით, რომ ყველაზე დიდ პოეტს დედამიწაზე სწორედ ზედწოდებად მიეცა შენი ქალაქის სახელი. ასე რომ ასპინძის რუსთავსაც და თბილისთან ახლოს მდებარე რუსთავსაც თანაბრად შეუძლიათ რომ ეს ყველაფერი გამოხატონ, მაგრამ შოთა რუსთაველი არ დაბადებულა და არ გაზრდილა. არც იქ და არც იქ. შოთა რუსთაველი დაიბადა გიშში. გიში ეს არის ბელაქანი, ზაქათალა, ქურმუხი, კახი, რო გაოცდებით, სულ უკანასკნელი გეოგრაფიული ადგილია, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს, აი დავით აღმაშენებლის და თამარ მეფის დროს ამთავრებდა ჩვენს სახელმწიფოს საზღვარს და ტერიტორიას. ამიტომ გიში კიდევ ქართველები აღარ ცხოვრობენ. ის ეკლესია, რომელიც იქ დგას, ქართული ეკლესია, რომელსაც უწოდებენ რომ ალბანურია, აი იმ ეკლესიაშია შეიძლება მონასტერი შოთა რუსთაველი. სწორედ ის არის მისი დაბადების და გაზრდის ადგილი, ოღონდ ის იქ იყო და იზრდებოდა 25 წლამდე. ანუ ჩვენ შეიძლება სამი ადგილი აღვნიშნოთ შოთა რუსთაველთან დაკავშირებული, ერთი როგორც მესხისა ასპინძის რუსთავთან, მეორე როგორც ზედწოდების მიღებისა, იმიტომ რომ მას მიენიჭა მან რუსთველობა იქ იმ ქალაქის მერი რომ გახდა, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი რომ გახდა დღევანდელი ტერმინოლოგიით, მაგიტომ ის მუშაობდა მოკლედ რუსთავში და ის საერისთავო შეიერთა, ჩვენ 21 საუკუნის ტერმინოლოგიით ვილაპარაკოთ და მესამესაც ის დაიბადა და გაიზარდა. ჩვენ გვაქვს სამი ადგილი საამაყო. გიში, ეს არის ჰერეთი, იგივე საინგილო დღევანდელი გაგებით, ეს არის თბილისთან ახლოს მდებარე რუსთავი და ეს არის ასპინძის რუსთავი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მესხეთის საქართველოში დარჩენილი მესხეთის ცენტრალური ადგილი და სწორედ რომ როგორც ზეიმობენ, ეს ისეც უნდა გაგრძელდეს, როგორც მესხი კაცის როგორ თქვა მომუნუცხველი სახელის მფლობელი სოფლისა რა. კი ბატონ და ძალიან გული დამწყე ხარ, რაც თქვით, რომ ალბანური ძეგლი ლად მიიჩნიეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, რაც დგასო დღევანდელია, მაგრამ ეს ისტორიულად ძალიან მარტივად დასამტკიცებელია და ჩვენი მეცნიერები ამ მიმართულებით არაფერს აკეთებენ? არა, მეცნიერები ამ კუთხით ბევრს აკეთებენ, რა თქმა უნდა, ეხლა იქ ჰერეთთან დაკავშირებით ბევრი შრომაა ძალიან შექმნილი, ჩვენ დიდი მეცნიერები ეხლაც მუშაობენ ამაზე და იქ არავის არც კი რჩება მათი ამ მტკიცებულებების უგულებელყოფის საშუალება. იმიტომ რომ თუნდაც ის რომ ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასალის დროს, როდესაც ჩამოყალიბდა საეპისკოპოსოების არეალი, თქვათ რომელ ტერიტორიას რომელი ეპისკოპოსი
განაგებდა თუ როგორც არის უხელმძღვანელებდა, იქ მათ შორის იყო გიშის ეპისკოპოსიც დანიშნული. ეს საუბარია მე-5-6 საუკუნეებზე. გიშის ქართველ ეპისკოპოსი ყავს, რომელიც მონაწილეობს ჩვენს საეკლესიო კრებაშიც და ყველაფერშიც, ასე რომ აქ ლაპარაკი ამაზე არც არის. აქ შეიძლება ესეთი რამ ითქვას, რომელიც ძალიან ბევრ პრობლემას იწვევს, მათ შორის შოთა რუსთაველის ბიოგრაფიის დადგენასთან, რომ ჰერები და ალბანელები რატომღაც გააიგივეს ჩვენმა ისტორიკოსებმა და მით უმეტეს აზერბაიჯანელებმაც, რომ ჰერები არიან ალბანელები. ეს იგივეა რომ ჩვენ ვილაპარაკოთ, რომ აფხაზები და აფსუები ერთ-ერთივე ხალხია. ხო, აი აფსუები და აფხაზები ერთ-ერთივე ხალხია, მაგრამ არის ჩვენ ვიცით, მაგრამ ჩვენ ამასთან ძალიან დიდი ბრძოლა გვიწევს ქართველებს და ისტორიკოსებს მათ შორის რომ გაწიონ, იმიტომ რომ შეიძლება რამოდენიმე საუკუნეა სახელი აფხაზი აფსუებს ეწოდება და ჩვენც მასე ვეძახით მათ, ჩვენ არ ვეძახით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აფხაზი და აფსუა და აფხაზი ქართველური ტომი არ იყო 500 წლის წინ, 1000 წლის წინ. იგივე არის ჰერების და ალბანელების შემთხვევაში. ოღონდ ის უფრო ძველი საკითხია. იქ უკვე 1000-1500 წლის წინანდელი შეერთება ხდება ამ სახელისა სხვადასხვა ხალხთან. ჰერები ქართველები არიან, ალბანელები არიან. შეიძლება იქ როგორც მეზობელ რაიონებში თქვა გიში, კახში და იმებში ეს შერთვა მოხდა ამ ეთნიკური ჯგუფებისა და შეიძლება ეს ჰერი ალბანელებზეც გავრცელებულიყო რაღაც რამოდენიმე საუკუნეს წინ, მაგრამ არა, ჰერეთი ეს საქართველოა და იქ შოთა რუსთაველი იქ არ დაბადებული და გაზრდილი, ასე რომ ეს კიდევ ერთი არგუმენტია ამ თქვენი კითხვასთან მიმართებით. დიდი მადლობა, ხა უცბად გამახსენა დიდი გულის ტკივილი იმასთან დაკავშირებით, რომ დავით გარეჯა ყოფილა თურმე დიდი ალბანური ძეგლი და ამას ზოგი აზერბაიჯანელი მკვლევარი ამტკიცებს, თუმცა ამ სიღრმეებში ხა ჩვენ არ შევალთ, არ არის ამის დრო. გადავიდეთ ჩვენი და გადაცემის ცენტრალურ ადგილზე, კი არა, ცენტრალურ საკითხზე, ძალიან საინტერესოა საქართველოს ისტორიაში ორი უსაყვარლესი გმირის, ცოტნე დადიანის და შოთა რუსთაველის ნათესაობის შესახებ ვერსია გამოთქმული, თქვენ როგორ განგვიმარტავდით ამას? იმიტომ რომ როგორც ცნობილია, ხო, 1228 წელს უნდა ყოფილიყო წესით ცოტნე დადიანი დაბადებული, ხო? 1200 წელსაა დაბადებული. 1200-ია დაბადებული, 1260 წელსაა გარდაცვალებული. დიახ და რაც შეეხება, ვთქვათ, შოთა რუსთაველს და მის ძმას, ვინ იყო ეს მისი ძმა, შეიძლება 35 წლით დიდი აღმოჩენილიყო რა, მისი ძმა. ერთი თავობით პროსები იყვნენ. კი ბატონო, აი ჩვენ ბევრი ვილაპარაკეთ მის წარმომავლობის შესახებ, მაგრამ მისი ოჯახის წევრები, შოთა რუსთაველის ოჯახის წევრები დიდად არ მიმოგვიხილია. ყავდა თუ არა მას ოჯახის წევრები ძმა, მაგალითად და ვინ იყვნენ ეს ადამიანები და როგორ დგინდება რომ ეს ნამდვილად მათი სანათესაო იყო? წინა გადაცემებში ჩვენ ვისაუბრეთ შოთას პაპაზე, ეს იყო ასათი, მის მამაზე გრიგოლი, გამორჩენილი მხედართმთავარი იყო ჰერეთისა და არ გვისაუბრია აი სქემაზე მოცემული ერთ-ერთი პირი, რომელიც დავტოვეთ ჩვენ ყურადღების გარეშე, ეს იყო შოთას ძმა ტბელი. ტბელი საიდან არის თიკუნი ტბელი და რას ნიშნავს? ტბელი სახელი არსებობდა იმ პერიოდში, ქართლშიც იყო მიღებული, ტბელი აბუსერიზე არსებობდა ასეთი ადამიანი, მაგრამ ეს ტბელი ქართლის ცხოვრებაში მოხსენიებულია რამოდენიმეჯერ. ერთხელ მოხსენიებული არიან შოთა და ტბელი არასახელებით, არამედ როგორც გრიგოლის ძენი. მაგალითად 1191 წელს ჩვენ შეგვიძლია ვთხოვოთ და წარვადგინოთ იქ მესამე სლაიდი თუ შეიძლება დავდოთ მესამე ნომრით რომ არის სლაიდი იქ არის პროდიუსერ ვთხოვ დადო სლაიდი მესამე ნომრით იქ არის შოთა რუსთაველი რომ დგას თამარ მეფის წინაშე ოღონდ აქ რა თქმა უნდა მისი ძმა გამოსახული არ არის ეს ვითარება 1191-ში ხდება შემდეგნაირად აი ამ სლაიდზე არა მესამე ნომრად იყო იქ სლაიდი და ეს სლაიდი ეს სლაიდი მადლობა გაადიდეთ თუ შეიძლება ეკრანზე ესე იგი როგორ ხდება ესე იგი 1191-ში შოთა არის 25 წლის მისი ძმა მასზე უმცროსია შეიძლება ყოფილიყო 22-21 წლისა ისინი საგვარეულოები წარადგენენ ახალგაზრდებს გვარეულობის ახალგაზრდა წევრებს თამართან რომ ისინი საპატრონოდ დალოცოს და მათ გადაეცეს ლენები ეს ესეთი წესი იყო მოკლედ და აქ წარდგენილები არიან ჰერეთიდან წირქვალელნი აი ვინც ვეჯინში რომ მთავრობდნენ ზარტაიჭის ძენი ასე არიან მოხსენებული სახელების გარეშე ახალგაზრდა ყმაწვილები გრიგოლის ძენი იგულისხმება შოთა და ტბელი ჭიაბერის ძენი ჭიაბერი იყო მანავიდან
და მახატელის ძენი, მახატელი სახელი იყო კოლონკელიძეების გვარში და ის იყო დღევანდელი ხორნაბუჯი დედოფლის ყაროდან, რომ დავახასიათოთ. აი ეს ახალგაზრდა ყმაწვილი კაცები, ახალგაზრდა კაცები შეიძლება ითქვას, თამართან წარადგენეს და ეს სურათი ჩვენ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ასეთი მომენტია წარდგენა ახალგაზრდა შოთასი მაშინდელ თამარ მეფესთან. თამარი იმ დროს უკვე დავით სოსლანის მეუღლეა და ეს ის პერიოდია, როდესაც დამარცხდნენ მის წინაშე აჯანყებულებია აბულასანი, თბილისის ამირა და რუსთავის მფლობელი, ასევე უკან მობრუნებული გიორგი რუსი. და სწორედ გინდა თქვათ, რომ ამ მომენტამდე არ იცნობდა შოთას. არა, თამართან არ იყო წარდგენა. აქ ხდება საგვარეულოს ახალგაზრდა კაცების წარდგენა და მათი დალოცვა საპატრონოთ მიღება ლენების გადაცემა. ის მას რა თქმა უნდა ახალგაზრდობიდან იცნობდა. ჩვენ ეს არ გვაქვს, ეს შეიძლება მხოლოდ წარმოვიდგინოთ, ვივარაუდოთ ვეფხისტყაოსნის შუქჩდილებიდან შეიძლება ითქვას, აი როგორც ტარიანმა ბავშვობაში გაიცნო ესტანდარეჯან ერთად იზრდებოდნენ. ეს შეიძლება ახლა ასე არც იყო, მაგრამ ის მას რომ იცნობდა, ეს ფაქტია. საინტერესო ის არის, რომ აი 91-ში წარადგინეს ტბელი და შოთა. შემდეგ 94-15-ში პაპამისი რო გარდაიცვალება, მას გადაეცემა უკვე რუსთავის საპატრონოდ გადმოვა ჟინვალიდან და უკვე 96-დან 1196-დან 1207 წლამდე იწერება ვეფხისტყაოსანი. ესე იგი ჩვენ ახლა დანელა მივყვებით, აი გაცნობის სურათი ვნახეთ, შემდეგ ის რუსთველიც ხდება, შემდეგ ის წერს პოემას და უკვე გვიან პერიოდში თამარის გარდაცვალების შემდეგ შოთა ისევ გამოჩნდება ქართლის ცხოვრებაში. მაგრამ ახლა ჩვენ ტბელზე უნდა ვისაუბროთ, ტბელი რას წარმოადგენს? ტბელი ჩანს მხოლოდ მის ახალგაზრდა კაცი როცა იყო იმ ეპოქაში. ტბელი გახდათ გამოჩენილი მონაპირე სპასალარი, ჰერეთის მხედართმთავარი შეიძლება ითქვას, რომელსაც ევალებოდა საზღვრის დაცვა აღმოსავლეთიდან. ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია სამეფო კარზე, იმიტომ რომ მე საზღვრია ყოველთვის პირველ დარტყმებს იღებს. თქვენ კარგად რომ იცით, ვეფხისტყაოსანი ყველას ეს ამბავი ჩვენთვის ცნობილია და ვეფხისტყაოსნიდან ავთანდილს მონაპირე რომ გააყავს და გააჩნია, ის მონაპირე ვინც არის მისი მარჯვენა ხელი, სწორედ ასეთი სახით არის წარმოდგენილი კიდეც ტბელი ქართლის ცხოვრებაში. ანუ, როდესაც შოთა რუსთაველი ამას წერდა, აი იქ მონაპირე ვინც იყო ავთანდილის სამეფოში, ასე რომ ვთქვათ, თინათინის და ავთანდილის სამეფოში, ის შეიძლება ასოცირდებოდეს კიდეც ტბელთან, იმიტომ რომ ტბელი იმდენად გამორჩეული იყო, რომ აი წარმოვიდგინეთ, ესეთი ჩანაწერია, რომ ესე იგი მონაპირეები იყვნენო, ჩამოთვლილი კოლონკელიძეები მხარეებია ჩამოთვლილი და განსაკუთრებით ტბელიო. ესე იგი ის როგორც საზღვრის მცველი მთელ საქართველოს საზღვარზეა ლაპარაკი. მარტო ტბელი გრიგოლიძე მოიხსენიება იქ. ესე იგი ის მონაპირეობდა ჰერეთში, აი გიში სადაც არის იმ ტერიტორიაზე, ალაზნის ჩრდილოეთ მხარე რო წარმოვიდგინოთ კავკასიონამდე, რომელიც დღეს აზერბაიჯანის ტერიტორია. მინგეჩაურიდან კავკასიონამდე ტერიტორიას ის მონაპირეობდა. ძალიან დიდი ტერიტორია ნახევარ საქართველოს. კოლონკელიძეები იყვნენ უკვე იორისკენ და ალაზნისკენ უფრო აქეთ სამხრეთით და შემდეგ უკვე გაგელი მოყვებოდა და იქ მხარგზელები და სხვები, ვინც საზღვარს იცავდნენ. ასე რომ ტბელი სახელი ჩვენთვის ცნობილი არის ქართლის ცხოვრებიდან, როგორც მოგახსენეთ იმდაგვარად, მაგრამ შემდეგ ტბელი აღარ ჩანს. ქართლის ცხოვრებაში მარტო შოთა ჩანს. აი ჩვენ მივალთ ახლა იმ მომენტამდე, რომელიც თქვენ ბრძანეთ, მაგრამ ტბელთან დაკავშირებით არსებობს და ეს ჩვენთან მუზეუმში ინახება შესანიშნავი ძეგლი, ეს არის გიორგი თავარმოწამის ხატი, რომელიც იმდენად მაღალი ხარისხითაა შესრულებული, სწორედ რომ 13 საუკუნეში და იმდენად აი ესეთი სახელიც კი აქვს, რომ ოქრო ქანდაკებული წარწერა აქვს მას, წარმოიდგინეთ რა, იქ არის მიმართვა ღვთისადმი, წმინდა გიორგისადმი და არის ძალიან მნიშვნელოვანი ეს, რომ ასეთი წარწერები ბევრი არ არის ქართულ მაპატე ქანდაკება, რა ქვია მას, ჩიკანკა, ჭედურ ხელოვნებაში. მას არ შეიძლება რომ კონდეს 13 საუკუნეზე ადრე მინიჭებული ეს დამტკიცებულია კი ბატონო, რომ ეს იმ პერიოდისაა ზუსტად, როდესაც თან არის ოქროთი მოვარაყებული და ფოთლებით გაწყობილი, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? ულამაზესი ასომთავრული ასოები ამოყვანილი, რომელიც მსგავსი არც მოგოპოვება თურმე, იმდენად ხარისხიანად და საოცრად არის შესრულებული. მას ახლა პავლე ინგოროყვა და არის ბექა ოპიზარის მიერ შესრულებულ, თუმცა არ არისო ბექა ოპიზარისო, ისეთი დონის არ არისო, ხო? იმიტომ რომ ანჩის ხატზე ჩვენ ყველას გვახსოვს, ხა ვინცაც ანჩის ხატი ახსოვს, ხო? აი ეს უნიკალური, თუმცა ნახევარი დაკარგულია დღეს ანჩის ხატში, აი მუზეუმში რაც ინახება იმ ანჩის ხატში. ნახევარი დაკარგულია, მაგრამ იქიდანაც კი ხელწერა სხვანაირია, უკვე უბნებიან აი ამ ხატის, ხო?
უფრო დახვეწილი და უფრო დიდრული. ეს ტბელისა წარმოვიდგინეთ რომ ოდნავ მაინც აღემატება თურმე აი ბექაოპის არის იმ შედევრს რომელიც თქვენ ბრძანეთ ანჩისხატთან დაკავშირებით. აი ქვედა წარწერაზეა საუბარი თუ ვინმეს გახსოვთ და შეგიძლიათ დაგუგლოთ კიდეც ნახოთ. აქ ამ ტბელის წარწერა ასე მოიხსენიება ბოლოში წერია რომ ჩემ ტბელისა გრიგოლის ძისაგან აქაც მამის სახელით იხსენიებენ მას ანუ ის გრიგოლიშვილია ისევე როგორც ჩოთა არის გრიგოლიშვილი ტბელიც გრიგოლიშვილია და აქედან აი ამ რამოდენიმე ფაქტის ერთად თავმოყრით ჩვენ შეგვიძლია უკვე ვთქვათ რომ ესენი ნამდვილად ძმები იყვნენ შოთა და ტბელი ეხლა რატოა ეს ხატი ესეთი მნიშვნელოვანი მათი საგვარეულოსთვის აი ეს აუხსნათ ჩვენ ახლა ნელ-ნელა უახლოვდებით ვითარებას რომელიც როგორც დოკუმენტები შეიძლება არ გამოგვადგეს, მაგრამ როგორც ანარეკლი ისტორიული შოთას ბიოგრაფიასთან მიმართებაში შეიძლება ძალიან საინტერესოს იყოს და ერთ-ერთს ახლა ჩვენ გავაცნობთ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს. იმას რომ აი ეს ხატი რომელიც ადრე გიშის ეკლესიაში უნდა ინახებოდა, იმიტომ რომ ეს საგვარეულო ხატია და ეს როგორც წესი მათ საგვარეულო ეკლესიებში ინახებოდა, ანუ გიშის ეკლესიაში, შემდეგ აღმოჩნდა აი უკვე მე-20 საუკუნეში და მე-19 საუკუნეში აღმოჩნდა რომ ინახებოდა ხობის ტაძარში. ეს იყო ძალიან ესეთი ცნობილი ტაძარი, უზარმაზარი სიმდიდრით და ძალიან ძლიერი ტაძარი. როგორ შეიძლება დასავლეთ საქართველოს ბევრი სიმდიდრე რომელიც იყო. ღვთისმშობლის არტყელი მათ შორის და ასე შემდეგ. როგორ შეიძლება და ესეთი ძვირფასი ხატი. თამარ-მეფის ჯვარიც იქაა გადარჩენილი და შემონახული ხობიდან და ხობი ეკუთვნოდა დადიანებს საგვარეულოს მრავალი საუკუნის განმავლობაში. ამიტომ პავლე ინგოროყა დაფიქრდა, რა მიზეზით შეიძლება აღმოჩენილი იყო ეს ხატი? შემთხვევითობა გამორიცხული. შემთხვევითობა გამორიცხული. ხატი იმდენად ძვირფასია რომ ასე ვერ იმოგზაურებდა. და თან ეს არ არის როგორც გადამალული ხატი, გადამალვა ხდებოდა სვანეთში მოგეხსენებათ საქართველოს სიმძერეებოდი, იქ იმალებოდა და ინახებოდა შემოსევების დროს სტეფანწმიდაში გერგეთის სამეფოზე. გერგეთში და კიდევ მთაში თუშეთში იყო ესეთი ადგილები, სადაც მალავდნენ და აი ეს ხატი აღმოჩნდა რომ ხობშია, იქ რომელიც არ არის თეთებში, ხო? დაბლობზე მდებარეობს. ბატონ დავით, უნდა შევწყვიტოთ 1 წუთი ზუსტად რეკლამისთვის და დაგიბრუნდებით ძალიან მალე, არ გადართოთ, მადლობთ. რეალური აქცენტები ია დანელიასთან ერთად. რადიო ჯორჯიან ტაიმსის სარეკლამო სამსახური 293 44 05. ავერსში გულების აქციას საკვები დანამატებით შეუერთდა. დააგროვე გულები და მიიღე 20-დან 50%-მდე ფასდაკლება კოსმეტიკისა და ჰიგიენის, ბავშვთა მოვლის, კვების, საფენების რჩეულ ბრენდებსა და ახლა უკვე საინ ფარმას და ნატურმილის საკვებ დანამატებზე. დეველოპერული კომპანია ნიუ გრუპი გთავაზობთ ბინებს და კომერციულ ფართებს ქალაქის სხვადასხვა უბანში, როგორც მიმდინარე, ისე დასრულებულ პროექტებში. საბურთალოზე, ვაზის უბანში და დიღომში, ყველა ბინა ბარდება თეთრი კარკასის მდგომარეობით. ჩვენთან არის 0%-იანი შიდა განვადება, 10%-იანი პირველადი შენატანი მიმდინარე პროექტებზე და თქვენზე მორგებული გადახდის პირობები ჩვენს პარტნიორ ბანკებთან. არ გადადო ხვალისთვის. დავიკავშირდით დღესვე ნომერზე 594-47-59-59. ასევე გადმოდით ჩვენ საიტზე www.newgroup.g და დაათვალიერე ყველა ბინა მარტივად. ჩვენი გაყიდვების ოფისი მდებარეობს ქალთარაძის ქუჩა ნომერი 60. ჩვენ ვაშერებთ მომავალს. რადიო ჯორჯიან ტაიმსის სარეკლამო სამსახური 293 44 05. რეალური აქცენტები ია დანელიასთან ერთად. დაგიბრუნდით ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, ჩვენ ვსაუბრობთ უძვირფასეს წმინდა გიორგის ხატზე, რომელიც შემთხვევით ჰერეთიდან აღმოჩნდა. შემთხვევით ბჭყალებში რასაკვირველია, აღმოჩნდა ხობში. მოკლედ უნდა ვთქვათ, იყო თუ არა შემთხვევითობა და როგორ შეიძლება რა გზას გაივიდა ხატი. ხობის ტაძარი ეს იყო ცენტრალური ადგილი დადიანთა საგვარეულოსი, არა მარტო ხობია თქმა უნდა, მაგრამ ხობის ეკლესიაში ინახებოდა ის რაც ინახებოდა საუკუნეების მანძილზე. მათ შორის ტბელის ხატიც, მისი სახელიცადაც აღნიშნულია. ეს ეკლესია ცნობილია ასევე ფრესკით, სადაც გამოსახული არის ყმაწვილი ცოტნე დადიანი და მისი მშობლები შერგილი და ნათელი. და გზა როგორც შეიძლება აღმოჩენილიყო ხატი ხობის მონასტერში, ტაძარში, ეკლესიაში, ერთ-ერთი ვერსია და ერთ-ერთი გზა არის ის, რომ სწორედ რომ ჰერეთიდან ითხოვეს ქალი დადიანის რომელიღაც წარმომადგენელმა და რომელსაც შემდეგ გაატანეს კიდეც ეს ხატი. ნათელი
ანუ შერგილის მეუღლე და ცოტნეს დედა სხვა საგვარეულოს წარმოადგენდა, ის იყო სამეგრელოდან და ანუ ის ვერ შეიტანდა ამ ხატს დადიანთა ეკლესიაში, ის არ იყო ჰერი, ამიტომ აქ ყურადღება ერთ პერიოდში შეეხება ამ ხატის ჭედვის დროც და თამარის ეპოქაც ეს პერიოდია, ამ პერიოდზე საუბარი შეიძლება 12 საუკუნის ბოლო, 13-ის დასაწყისი. შეიძლება ყოფილიყო ცოტნე დადიანის მეუღლე. ცოტნე დადიანის მეუღლე მოხსენიებულია ცოტნესთან ერთად იერუსალიმის ქართულ ჯვრის მონასტერში, მის აღაპთა წიგნში, ისევე როგორც შერგილი, ასევე ცოტნე მოხსენებულია. რამდენ რამეს გვიხსნეს ეს აღაპთა წიგნი. აი მათ შორის ვინ იყო ცოტნე დადიანის მეუღლე და რას გვეუბნება, ვინ არის? ბორენა ერქვა მას სახელი. ცოტნე სამჯერ მოიხსენიება, დამოუკიდებლად ერთხელ დედამისთან ნათელთან ერთად და მესამედ ბორენასთან ერთად. ეს ბორენა იყო მისი მეუღლე. ეს დოკუმენტი გვეუბნება, რომ ცოტნეს მეუღლეს ერქვა სახელი ბორენა. ეს ბორენა თავიდან ეგონათ, რომ შეიძლება ყოფილიყო მე-11 საუკუნის ბაგრატ მეოთხის მეუღლე ბორენა ხომ არ იყო, მაგრამ შემდეგ დადასტურდა, რომ ის ჩანაწერები აღაპთა წიგნისა ამ ჭედური ხატისაც და ყველაფრისაც ეკუთვნოდა მე-13 საუკუნეს და არ შეიძლებოდა ყოფილიყო ბაგრატ მეოთხის დროს ბორენასთან მიმართებაში როგორც მტკიცებულება გამოყენებული. ამიტომ აი ეს პერიოდი თამარ მეფის ეპოქა დავარქვათ, ამას ჩვენ გვიყვება ასევე ბორენაზე მეორე ძეგლითაც, რომელიც ასე სვანეთმა შემოინახა. სვანეთში არის ასეთი სოფელი ლენჯერი, იქ იყო ხატი, მარიამ ღვთისმშობლის სახელზე შექმნილი ხატი იყო და აქ ლენჯერშია შემონახული ეს ხატი, რომელსაც მეორე მხარეს აქვს ლექსი ხუთ სტრიქონიანი იამბიკონი ქვია მას და ახლა მე წავიკითხავ პირველ და ბოლო ხაზს, როგორც ამ შემთხვევაში ნაწილობრივ ისტორიულ დოკუმენტს და შემდეგ გავაგრძელებ. რომელმან ეგე ევას მიუზღევალი, ევაში ამ შემთხვევაში როგორც ღვთისმშობელს ასე მიმართავენ, ქალწულო მიხსენ ბორენა ჭირმრავალი. აი აქ სახელდება ბორენა. აი ეს ხატი შექმნილია მე-13 საუკუნეში და ვინაიდან სვანეთი მაშინ შედიოდა დადიანთა გამგებლობაში, ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ სწორედ ცოტნე დადიანის მეუღლეს მიერ შექმნილი ხატია, რომელთაც ის ღვთისმშობელს მიმართავს. ესე იგი, ჩვენ უკვე ვიცით, რომ ცოტნე დადიანის მეუღლე იყო ბორენა, რომ ის შეიძლება და ყოფილიყო ბორენა ტბელის, შოთა რუსთაველის ქალიშვილი, რომელიც ცოტნე დადიანზე გათხოვდა, მაგრამ ჩვენ ძალიან დიდ ბურანში ვიმყოფებით ახლა. ანუ ეს ამით ხო ვერ ვიტყვით ჩვენ, რომ ეს ესე შეიძლება ყოფილიყო. ამიტომ გავყვეთ კიდევ ამ ბურუსით მოცულ ისტორიებს და იქნებდა უფრო მეტი რამ დავადგინოთ ამ ჩვენს თხრობაში და ისევ ჯვრის მონასტერში მივდივართ. ჩვენ წინა გადაცემებში ვახსენეთ, რომ იქ გამოსახული შოთა რუსთაველი, ფრესკაზე გამოსახული შოთა რუსთაველი არ ნიშნავს, რომ შოთა რუსთაველი შეიძლება ჩასული ყოფილიყო იქ და მაინც იქიდან გადაეხატათ, ესე არ ხდებოდა. ვით უმეტეს ახლა 80 წლამდე მიღწეულ ადამიანი იმ გზას ვერც გაივლის და მაშინ არეულობა იყო მაშინდელი ბიზანტიის ტერიტორიაზე, ჯერ ეს ერთი და იქ არც იქნებოდა ის ჩასული, მაგრამ აღაპთა წიგნიდან ისევ ჩანს თუ ვინ გააგზავნა შოთა რუსთაველმა იერუსალიმში. ეს იყო ანტონ ალავერდელი. ანტონ ალავერდელი გახდა ეპისკოპოსი ალავერდისა, რომელიც იყო პირველი ეპისკოპოსი კახეთ-ჰერეთის მხარისა. და რა თქმა უნდა, როგორც ახლა შოთა ბაგრატიონთა გვარის წარმომადგენელი, რომელიც ჰერეთის ერისთავი იყო და კიდევ მეჭუტლეთ უხუცესიც გახდა და ბოლო ბაგრატიონი იყო. მაშინ უნდა გავიხსენოთ, რომ დავით ულუ, დავით ნარინი მომავალში რომ მას ერქმევათ, ისინი ყარაყორუმში არიან, კაცო, აღარ არიან საქართველოში ბაგრატიონები. ტბელიც აღარ ჩანს ცოცხალია, მარტო შოთა კაცი ბაგრატიონი გვერდით იშტოვიდან, მაგრამ დარჩენილი მან გააგზავნა ანტონ ალავერდელი და საიდან მტკიცდება იმ აღაპთა წიგნში ერთი ხელით, ერთი კალიგრაფიით ანტონ ალავერდელი თავის თავს მოიხსენიებს და მისი ტექსტი როგორც ის თავის თავზე აკეთებს ჩანაწერს, იგივე ტექსტით აკეთებს ჩანაწერს, იგივე ხელით, იგივე ანტონ ალავერდელი შოთა რუსთაველის შესახებაც, რომ ამასვე ორშაბათსა მომიხსენიეთო ეს უკვე ანტონ. აი ჩვენ რო კარგად გავიგოთ, აღაპთა წიგნში თქვათ, ადამიანი არის საქართველოში, აგზავნის ალბათ შესაძირავს, რომ იმ აღაპთა წიგნში მოიხსენიონ.
ამ არ არის შემთხვევაში საჭირო რომ ადამიანი ფიზიკურად იქ იყოს ამ და შემთხვევაში ლოცვას მარტო მოხსენიებას არ შეიძლება გააგზავნონ მათაც ფინანსური შეწირულობა გააკეთოს და მეტი არაფერი და ესეც გახდეს საფუძველი აღავთაციკის შეტანისა შემდეგ შენთვის პანაშვიდებს გადახდისა მაგრამ შოთა რუსთაველი როგორც ფრესკაზე გამოსახული ჩვენ შეიძლება მოვიხსენოთ როგორც განმაახლებელი ჯვრის მონასტრის მხატვრობისას იმიტომ რომ ჯვრის მონასტერი ზიანდებოდა საუკუნიდან საუკუნემდე ხელახლა შენდებოდა ხელახლა იხატებოდა იქ შოთას ის შეიძლება ჩაითვალოს როგორც ქტიტორი დამფინანსებელი მხატვრობის განახლებისა. ახლა მივდივართ მეორე საკითხთან. ჩვენ რომ შევდივართ ტაძარში იერუსალიმში, იქ ხედავთ შესვლის მომენტში პირველ ნაბიჯს რომ გადავდგათ კიდევ დავინახავთ 4 სვეტს. ორი არის მარჯვნივ ჩვენგან და ორი მარცხნივ და პირდაპირ კიდევ საკურთხეველიც მოჩანს. აი შოთას ფრესკა გამოსახულია ჩვენ რომ შევდივართ მარჯვენა პირველ სვეტზე. ოღონდ ის წახნაგი რომელზეც გამოსახულია ჩვენგან არ ჩანს. ის არის აღმოსავლეთის მხარის წახნაგი და ჩანს რომ გამოიხედო საკურთხეველიდან. იქიდან დაინახავ შოთა რუსთაველს, მაგრამ აქედან რომ შედიხარ, აი ჩვენ შეგვიძლია ახლა დავდოთ პირველი სლაიდი, საიდანაც გამოჩნდება შოთას ფრესკა. თუ შეიძლება პროდიუსერს ვთხოვთ რომ პირველი სლაიდი გვაჩვენოს. გამოჩნდება ახლა ალბათ. აი შოთას ფრესკა ჩვენ მოვყევით და კიდევ აი ეს არა შემდეგი სლაიდი. აი ეს სლაიდი გავადიდოთ რომ დავანახოთ რომ ამისთანა დიდებულების კარამანგი რომელიც შესამოსელი რომელიც მას აქ შემოსხმული მხოლოდ მეფეს შეიძლება ჰქონდეს. ეს შეიძლება ითქვას რომ მეფესა და ერისთავებს შორის ჩაცმულობით გამორჩეული პიროვნებაა შოთა რუსთაველი. ეს ბაგრატიონებას გამორიცხავს იმ ვერსიას რომ შოთა რუსთაველი შეიძლება სიბერეში აღკვეცილიყო ბერათაც არის აღკვეცილი. გამოსახული არის ახლა 80 წლამდეა მიღწეული და გამოსახულია სამოქალაქო ასაცმელში და აი ეს ფრესკა ჩანს ამ სვეტის აღმოსავლეთ წახნაგზე. ახლა ჩვენ გადავდივართ უკვე მეორე სურათზე, რომელიც აი თქვენ პირველად დაგვანახეთ, აი ისევ სურათი გვაჩვენეთ. შეიძლება აი ბოლო სლაიდიც გავუშვათ. ხო, მესამე სლაიდი რომელიც არის დაჩინის ის გავუშვათ. აი ეს ფრესკა რომელიც გამოჩნდება, ეს იმავე სვეტზეა, რომელზეც შოთა რუსთაველი მის საპირისპირო მხარეს რო შევდივართ ტაძარში დავინახავთ ამ ფრესკას და ის ადამიანი რომელიც გამოსახულია გახლავთ გრიგოლ დრანდელი. დრანდის ეპისკოპოსი. ბოლო ფრესკაც გავუშვით პროდიუსერს ხო? ეს არის გრიგოლ დრანდელი. ერთ სვეტზე არიან გამოსახულები, ერთი ეპოქისაა, თამარ მეფის დროინდელი, არა, თამარი გარდაცვლილია უკვე, ეს გახლავთ მე-13 საუკუნის შუა წელი, 1247-50 წლებში ეს ორივე ფრესკა გაკეთებული და უკვე ჩვენ მივდივართ შემდეგ დასკვნამდე. ამ ერთ სვეტთან რა ჰქონდა საერთო შოთა რუსთაველს, ერისთავს ერისთავს და დრანდის ეპისკოპოსს. ორ წახნაგზე იმ დროინდელი ფრესკები არ გადარჩენილა. ის შემდეგ გვიან მე-17 საუკუნეში დაიხატა იქ ნიკიფორეა და მანგლელია ნიკიფორე ჩოლოყაშვილის და მანგლელი ეპისკოპოსის ფრესკებია გამოყენებული გვიანდელია 300 წლის წინ 400 წლის წინ შემდეგ დახატული ფრესკებია მაგრამ ეს ორი ადამიანი როგორ აღმოჩნდა ერთად აღმოჩნდა ერთად იმიტომ რომ როგორც ანტონ ალავერდელი ექვემდებარებოდა შოთა რუსთაველს ჰერეთის ერისთავს დრანდელი ექვემდებარებოდა ცოტნე დადიანს ეს ის ეპოქაა როდესაც შერგილი ცოცხალი აღარ არის მამამისი და ცოტნე ერისთავი ცოტნე აგზავნის იქ დრანდელს და სწორედ ერთად ამიტომ არიან გამოსახულები და იმ ორ ფრესკაზე რომელიც წარიხოცა და არ შემოწა ჩვენამდე უნდა ყოფილიყო ფრესკა ცოტნესი როგორც გრიგოლ დრანდელის წარმგზავნისა და მეორე ფრესკა უნდა ყოფილიყო ანტონ ალავერდელისა ამ ერთ პირველ სვეტზე გამოსახული ჩვენ გვეყოლებოდა 4 ადამიანი ვინც ითვლებიან ქტიტორებად რომლებიც ორმა ერისთავმა იქ გააგზავნეს ეთყობა ეპისკოპოსები გაატანეს მას ფინანსური შესაწერი მოიხატა კიდეც და აღავთაციკში ჩაიწერდნენ გრიგოლ დრანდელიც ანტონ ალავერდელიც და ცოტნეც და შოთა რუსთაველიც ამიტომ ჩვენ კიდევ ერთ მომენტს უახლოვდებით როდესაც ცოტნეს და შოთას ოჯახებს შორის რაღაც კავშირი კიდევ ჩდება. კავშირი კიდევ ის არის, რომ ჰერეთის საგვარეულო იყო მფარველი, ისევე როგორც დადიანთა საგვარეულო, ჯვრის მონასტრისა. ეს საუკუნების მანძილზე გრძელდებოდა დადიანთა შემთხვევაში, იმიტომ რომ ლევან მეორე ცნობილია, უკვე მე-17 საუკუნეში რამდენს წერავს ჯვრის მონასტერს, ესე ცნობილი ამბავია. მაგრამ ეხლა უახლოვდებით უმთავრეს მომენტს ჩვენი დღევანდელი გადაცემისა. ეს არის კოხტისთავის აჯანყება. კოხტისთავის აჯანყება ეს მონღოლებთან პერიპეტიების შემდეგ მოგხსენებათ ყველაზე ამაღლებული ამბავია საქართველოს ისტორიაში. ჩვენ ამას უკვე შემდეგ გადაცემაში მონღოლებთან ურთიერთობას უფრო დაწვრილებით მოვყვებით. დღეს ამისთვის დრო არ გვეყოფა, მაგრამ ახალსაც ვიტყვიმე, ამისთვის ჩვენ დრო ყოფნის და რა არის ეს? 10 ადამიანია მოხსენებული, ვინც აჯანყებას უწყობს მონღოლებს. მე ახლა ჩამოვთვლი მათ რომ რომელიმე არ გამომრჩეს. ერთი არის შოთა კუპრი
ეს შოთა რუსთაველი ამ შემთხვევაში ოღონდ კუპრად მოიხსენიება, ესე შემდეგ გადაცემების ისტორიაა. ცოტნე დადიანი, ეგ არსლან დიდი, შანშამ ხარგრძელი, ვარამ გაგელი, ყვარყვარე, სამცხის სპასალარი ეს ჯაყელების გვარის წარმომადგენელი, სარგის თმოგველი, ერისთავი თორიდან თორელი და ერისთავი რაჭათაკვერისა, ეს ახაბერიძე იყო. ეს 10 კაცი მოილაპარაკებს რომ აჯანყდეს. გეგმად შედგენილია დასავლეთ ასაკებში დიდი განსხვავებაა რა. ამ დროს შოთა რუსთაველი არის უკვე მოხუცი. 80 მიღწეულია. და ზოგი არის ძალიან ახალგაზრდა, ხო? ზოგნი ახალგაზრდა კაცები არიან. უხუცესი შოთა არის მათში. და აქ საინტერესო არის ის რომ ორი ადამიანი დასავლეთს ვინც ფლობს იმ დროისთვის. მონღოლებმა და საქართველოს დაიპყრეს. აჯანყება ხდება დამპყრობელი მონღოლების წინააღმდეგ. ორივე ბაგრატიონი დავითები რუსუდანიზე და ლაშა გიორგიზე არიან ყარაყორუმში. უმეფობა ბოლო ბაგრატიონია. მისი ძმა წმელიც აღარ არის ცოცხალი. ბოლო ბაგრატიონი შოთა ყველაზე უხუცესია და ის ალბათ ერთ-ერთი მოთავე იყო კიდეც ამ აჯანყებისა. და ის ორი კაცი დასავლეთის მფლობელები ცოტნე დადიანი და კახაბერიძე, რომელიც ქუთაისაც, იმერეთსაც და იმ მომენტში მონღოლებმა რო გაერთიანეს იმასაც რაჭათაკვერსაც მფლობელობდა, წავიდნენ რომ ლაშქარი შეეყარათ თავიანთი საგანგებო ტერიტორიებიდან და წამოსულიყვნენ აჯანყების მოსაწყობად, მაგრამ მოგეხსენებათ მონღოლებმა გაიგეს ეს ყველაფერი, ის დარჩენილი რო აკაცი დააპატიმრეს, აიყვანეს ანიშში. ანიში წაიყვანეს, გახსოვთ უმძიმესი ტანჯვაწამება, მათ შორის ჩოთასიც ყველაზე მოყუცი რომლებიც გახადეს ტანზემოთ შეუკრეს მხარი თაფლით წაუსვესო და მოკლედ მზის ქვეშ დაუყრიათ რამოდენიმე დღე თქვენ გესმით რომ ჩვენ შოთა რუსთაველიზე ვლაპარაკობთ და ამ დროს როცა გაიგებენ დასავლეთში წასულები რომ ესეთი რამ მოხდა რა თქმა უნდა ჯარს დაშლიან და იმ ორიდან ერთი ბრუნდება უკან ცოტნე დადიანს კიდევ ორი კაცი ახლავს ისინი მოგეხსენება ცოტნე დადიანის საოცარი გმირობა თავისი თანამებრძოლების საქართველოს სხვა ერისთავ მფლობელების მხარდაჭერის მიზნით ის ბრუნდება და ყველა ეს ისტორია ვიცით მაგრამ აქ გადავდივართ კიდევ ერთ ბურუსით მოცულ ვითარებასთან რა თქმა უნდა ის რომ დაბრუნდებოდა ეს გარდაუვალია ანუ აქ ეჭვის ქვეშ არაფერი ადგება მაგრამ კიდევ ერთი პატარა мотивация რაც შეიძლება მას ქონოდა იყო ის რომ თუკი მისი ცოტნეს მეუღლე ამ შემთხვევაში მისი მეუღლე ბორენა გახლავთ ტბელი შვილი ანუ შოთა ზმიშვილი ტბელი ამ დროს სოცხალი აღარ არის უკვე და შოთა უკვე мама არა მარტო ბორენასი და მისი ოჯახისა. არა მარტო ცოტნეს და ბორენას ოჯახისა, როგორც უხუცესი კაცი და ბოლო ბაგრატიონი, არამედ შოთა ჩვენ გვევლინება როგორც ბოლო ბაგრატიონი. ხა мама ერისა შეიძლება კიდევ უწოდო როგორც წარმოგვიდგენია, ბაგრატიონები აღარ არიან, სამეფოს კლავენ მონღოლები. არავინ არ იცის დაბრუნდებიან თუ არ დაბრუნდებიან და ბოლო უხუცესი კაცი შოთა იქ თაფლწასმული გზის და თქვენ წარმოიდგინეთ რომ კიდევ мотивაციის კიდევ ერთ საფუძველი შეიძლება ესეც ყოფილიყო რომ ეს რა თქმა უნდა დოკუმენტებით არ მტკიცდება, ჩვენ ამას დოკუმენტებით არ ვლაპარაკობთ. ეს არის ანარეკლი ისტორიული ბურუსისა და თქვენ რა თქმა უნდა არ უნდა მიიღოთ როგორც ისტორიული ფაქტი, მაგრამ შეიძლება რომ ასე არ მოხდეს. მაგრამ თუ თქვენს გულს გაუხარდება რომ ისე დაინახოს, იხაროს თქვენმა გულმა. თუ არ გაუხარდება, მაინც იხაროს თქვენმა გულმა, როგორც არ უნდა ხდებოდეს თქვენი როგორც არ უნდა შეხედულება. ჩვენ მივდივართ იმ მონახასთან, რომ შეიძლება მართლაც ეს ირიბი მტკიცებულებები მხოლოდ ირიბზე ირიბი ის ფრესკაზე რომ ერთად არიან გამოსახული დრანდელი და შოთა რუსთაველი ის რომ ჭედური ხელნაკეთი გრიგოლის ძიე ტბელს რომ მოიხსენიებს ხობის მონასტერში ინახებოდა ის რომ ბორენას ლექსი იწყება სიტყვით რომელმან ეს ძალიან დიდი მნიშვნელობა არის ძალიან ასე სემანტიკური კავშირი რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მიძლერითა ხო და ბოლოს აი საოცარი მსგავსებები აქვს ამ იამბიკოებს შორის ჩვენ ვიცით რომ არსებობს იამბიკო გარითმულიც და არაგარითმულიც მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არის გარითმული და ბორენა არის მრავალჯერ გადანახადი ისე როგორც ვეფხისტყაოსნის არა ერთხელ ავთანდილის და ტარიელის აი ასეთ პასაჟებს გვთავაზობენ აი ეს სტროფიც რომელიც არის ბორენასი რომელიც ლენჯერში შეინახა სვანმა ხალხმა რომელიც იწყება სიტყვით რომელმან რომელიც ამ ხუთსტრიქონიანი სტროფის რითმა ემთხვევა ზუსტად შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსნის ერთ-ერთი სტროფის რითმას და კიდევ მეორეს და მესამეს რომელიც უნიკალური რითმა პავლე ნიგოროყამ შემოწმა და მე-13 საუკუნიდან მე-18 საუკუნამდე ეს რითმა
ვერსად ვერ აღმოაჩინა მხოლოდ ბორენასთან იმდენად მაღალ მხატვრული არის ოჯახში იხარშება ეს ორი გენიოსი კი ბატონო ბორენა რომლიცაც ბევრი არაფერი გვაქვს შემონახული მაგრამ რაც გვაქვს შემონახული შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს იყო პირველი პოეტი ქალი რომელსაც ჩვენამდე მოაღწია გენიოსი გენიალური იამბიკოთი შეიძლება კიდე აღმოვაჩინოთ სადღაც ეხლა ისე ხდება რომ მოკლედ შეიძლება აღმოაჩინოთ მაგრამ შეიძლება ვერც აღმოაჩინოთ მაგრამ ეს რახან შენარჩუნებული იქნა სვანებმა შეინარჩუნეს ოჯახში როგორი გენია ტრიალებდა თქვენ წარმოიდგინეთ აი ესეც ეს ირიდი ფაქტიც მიგვითითებს და ამას ყველაფერს მიყავართ იქითკენ რომ და რატომაც არა რომ შოთა რუსთაველი და ცოტნე დადიანი ყოფილან განათესავებულები ისინი ერთად აწყობენ აჯანყებას და როდესაც ჩვენ ვიცით რომ ცოტნე დადიანი წმინდანია და ცოტნე დადიანი ეროვნული გმირია ჩვენ ნელ-ნელა შეიძლება უკვე მიუახლოვდეთ შოთა რუსთაველის ამ სტატუსსაც იმიტომ რომ ის არა მარტო უდიდესი პოეტია ის არის უზარმაზარი პოლიტიკური მოღვაწე შეიძლება ჩაითვალოს რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობდა კიდეც ამას ჩვენ შემდეგ გადაცემაში მოვყევით მონღოლებთან და ჩვენ შეიძლება დავინახოთ რომ ის არის გამორჩეული იმითაც ეხლა მე წინა ანონს ვაკეთებ ალბათ რომ გვეწურება კი ბატონო დაგვრჩა ერთი წუთი აი ახლა ამას შემდეგ გადაცემაში ასვიტყვით იმიტომ რომ მაგალითად სამი ერისთავი იქ შანშემ ხარგზელი იყო, ავაგ მხარგზელი იყო, ვარამ გაგელი იყო, ისინი პირდაპირ ჩააბარებენ 1936-17 წლებში მონღოლებს თავის ციხესიმაგრეებს, დანებდება მთელი საქართველო, იქ დასავლეთში ვეღარ გადავიდნენ, მაგრამ ვერ დაიპყრობენ დასავლეთს, დადიანების მხარეს და მონღოლები ვერ დაიპყრობენ პანკელის და შოთა რუსთაველის ერისთავის ჰერეთის, იმიტომ რომ ქართლის ცხოვრება გვეუბნება ამ მიწებსო ტყეიცავდაო, ანუ კავკასიონი ცავდაო და შოთა აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში ერთადერთი ერისთავია, რომელიც არ დამორჩილდება მონღოლებს, არ დანებდება და მოლაპარაკებებში, რომელსაც 4 კაცი აწარმოებს მონღოლებთან ბოლო-ბოლო დავმარცხდით ჩვენ და როგორ უნდა მოეწყოს ეს ურთიერთობა, ერთ-ერთი შოთა სამი მათგანი ვინც მოლაპარაკებაშია, პირდაპირ ჩაბარდებიან მონღოლებს და ჩააბარებენ თავის ციხესიმაგრეების გასაღებებს. ასე რომ მომავალ გადაცემას ჩვენ ვიტყვით როგორც პოლიტიკური მოღვაწე ქვეყნის მაშინდელი ლიდერი ბოლო ბაგრატიონი, როცა ბაგრატიონები ზოგი ყარაყორუმშია, ლაშა გიორგი გარდაცვლილია, რუსუდანიც გარდაიცვლება 1142 წელს და ბოლო ბაგრატიონი კაცია, კოხტის თავის აჯანყების მონაწილე და მაშინდელი პოლიტიკური ლიდერი საქართველოს სახელმწიფოს. ბატონ დავით, ჩემი ტელემაყურებლები, რომლებიც გწერენ აქ ძალიან ბევრი. დიდ მადლობას გვიხდიან იმისთვის, რომ ჩვენ აი ეს 1 საათი ოაზისად გამოუყავით ჩვენს ტელემაყურებელს, თქვენ იცით, რომ ჩვენი არხი არის პოლიტიკური ток-შოუების არხი და დიდი მადლობა, რომ ამ 1 საათს სწორედ არ ვილაპარაკეთ ჩვენ მაგალითად ელისო კილაძის დაკავებაზე, მაგალითად არ ვილაპარაკეთ კოლ-ცენტრების არსებობაზე, 1000 ჯურის მკვლელობებზე. დიდი მადლობა ყველას, ვინც გწერთ, მე აუცილებლად შემდეგ გადაცემაში თქვენს კითხვებს დავახარისხებ რომ დაუსვა ბატონ დავით. დღეს უბრალოდ ისეთი კარგი თემა იყო რომ აღარ ჩავყევით თქვენს წერილებს. მადლობთ ბატონ დავით, მომავალ შაბათამდე გეშვიდობებით. კარგად წანდებოდეთ. მე საღამოს შემოგიერთდებით პოლიტიკური თემებით.